ქრისტეს დაბადებას. მოდი ვაშკაცო შენ აქეთ დაჯექი და თქვენ ცოტა მოიწიეთ, კარგად დაგინახოთ. აი აქეთ შეიძლება მოდი შენ ჩემთან მოდი. მოდი. არა უშო, მოდი გადმოდი. აბა მითხარი ბავშვების ნახატები როგორ გამოგვადგარო? ჩვენში. მშობლებს ძალიან გთხოვთ, რომ არ ისაუბროთ. ეს არის ჩემი ქრისტეს შობა იქ. დიახ. აქ მიუც საჩუქრები მიაქვს ხო? აი საინტერესო. იმას ყველაზე მეტი ეს ძალიან საინტერესო აზრია. თუმცა ამ როგორც გარდამოცემა ესენი მეფეები არიან. აქედან შეიძლება ითქვას ღარიბი არც ერთი არ არის. თუმცა ეგ ძალიან კარგი აზრი თქვა, რომ ესე იგი ვინც უფრო მეტად ღარიბია, იმან უფრო მეტი გაიღო. სხვათა შორის ერთი ესეთი ამბავი იყო, რომ უფალე თავის მოწაფეებთან, მოციქულებთან ერთად, რამდენი მოციქული ყავდა უფალს? 12. აი თავის მოციქულებთან ერთად ტაძარში იჯდა და იქ ბევრი ადამიანი მოდიოდა და ბევრ ფულს წირავდა. ბევრი მდიდარი ადამიანი მოდიოდა და მოვიდა ერთი ქრივი ქალბატონი, ქრივი ხო იცით რა ის არის? აი მეუღლე რომ გარდაეცვლება, კაციც არის ქრივი, მეუღლე რომ გარდაეცვლება და ქალიც არის ქრივი. და ეს ქრივი ქალბატონი მოვიდა და 2 ლეპტა შესწირა. 2 ლეპტა აი დაახლოებით რო წარმოედგინა 2 ხუთთეთრიანი რო შესწიროს. და უფალმა თქვა რომ ამ ქალმა ყველაზე მეტი შესწირო. ახლა წარმოედგინე ზოგმა შეიძლება 100 შეწირა და ზოგმა 1000, მაგრამ ამ ქალმა 2 ხუთთეთრიანი შეწირა. და უფალმა თქვა რომ ამა ყველაზე მეტი შეწირო. ახლა არ გაგიკვირდება ეგეთ რამეს რო გაიგებ, მაგრამ თურმე რაში ყოფილა საქმე. უფალმა აუხსნა მერე მოციქულებს და უთხრა რომ სხვებმაო თავისი მოჭარბებულისგან შეწირეს და ამ ქალმაო ყველაფერი რაც ჰქონდა ის შეწირო. გესმით რაზე ალაპარაკი? აი მაგალითად ახლა რადგან გორში ვართ 10 ვაშლი რო გქონდეს ადამიანს და ვიღაცას რო 5 მისცე და სიტყვაზე აი გიორგის შეიძლება 1 ჰქონდეს და გიორგიმ 1 მისცეს. სინამდვილეში 5-ის მიმცემა ხო უფრო მეტი მისცა ესე ფიზიკურად, მაგრამ აი შინაარსობრივად რო ავიღოთ გულით ვინ უფრო მეტი მისცა? გიორგიმ, იმიტომ რაც ჰქონდა ყველაფერი მისცა. ამ შემთხვევაში ეს 1 იმ 5-ზე უფრო მეტია. იმიტომ რომ ღმერთი ადამიანის გულს უყურებს. ის კი არა შენ გარეგნულად რა გააკეთე, აი სიტყვაზე დავუშვათ მიხვედი ტაძარში და ძალიან დიდი სანთელი დაანთე. ეგ კი არ არის მთავარი. შეიძლება ვიღაცა მივიდა და ყველაზე პატარა სანთელი დაანთე. შეიძლება ვიღაცა მივიდა და არც ის სანთელი არ ჰქონდა. და ისე გადაიწერა პირჯერი და თქვა რომ დიდება შენ და უფალო, აი შესწირა, ეს ჰქონდა. და ამისი ყველაზე მეტად ჩაითვალოს. გესმით რაზე ალაპარაკი? ანუ იმითი კი არ ფასობს ადამიანი რომ აი რამ გარეგნულად რამხელა რამე გააკეთა. არამედ შინაგანი გულის მდგომარეობა ფასობს ძალიან და აი რა ქვია შენ? გურამი. აი გურამმა ეგეთი რამე თქვა ახლა რომ აი ღარიბი იყო, მაგრამ აი მთელი გულით შეწირა, ყველა შეიძლება ცოტა შეწირა, მაგრამ ყველაზე მეტი სინამდვილეში იმას შეწირა. და საერთოდაც აი რო დაფიქრდეს კაცი არა, ვისაც მეტი გასაჭირი აქვს ნანახ, ის უფრო გულმოწყალეა სხვების მიმართ. რატო ეხა ნახე? დაუშვათ აი ფეხი რომელიმეს მოგიტეხია თქვენგან ახელი, მოგიტეხია. ეხა შენ რო დაინახო რომ ვიღაცამ ფეხი მოიტეხა. შენ ხო უკვე იცი ის რა ტკივილსგან იცის. და ვისაც ფეხი არ მოუტეხია, იმან არ იცის რა ტკივილსგან იცის. შენ უფრო ადვილად შეგიძლია რომ თანაუგრძნო, ეგრე არ არის? გაიგო მისი გასაჭირი. თუ ადამიანს არასოდეს არ მოშივნია, რა უნდა გაიგოს? მშიერი ადამიანი რას გრძნობს? აი მაგალითად
ეხლა თქვენგან თაფლი ყველას გიჭამნიათ? არის ვინმე რო არ უჭამია? არ არის ეგეთი? აი მაგალითად რამე ხილი დავასახელოთ, რომ არასდროს არ გიჭამია. რა შეიძლება იყოს? რის ხილი? დრაკონის ხილი? ეგეთი რამე არის? ეგ შეიძლება დრაკონის თვალი, ეგეთი ხილი, ხო? აი ანანასი არასდროს არ გიჭამია, ხო? ეხლა შენ აი შეგიძლია გაიგო, რანაირი გემო შეიძლება გქონდეს? აი წარმოიდგე რამე რა გემო შეიძლება გქონდეს? მაგრამ ვისაც ანანასი უჭამია, ის ხო უფრო ადვილად გაიგებს. სხვა რო ჭამს, რა სიამოვნებას განიცდის, ხო მართალია? ერთი ესეთი ამბავი იყო ბავშვებო. ერთ ადამიანს აინტერესებდა, რას განიცდიან სიკვდილ მისჯილი ადამიანები. ეხლა დღეს საქართველოში სიკვდილით დასჯა აღარ არსებობს, აი რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდნენ, ეს ნამდვილად არ იყო სწორი. სიკვდილით დასჯა არ შეიძლება. ადამიანის ესე დასჯა არ შეიძლება. და აინტერესებდა, რას განიცდიან სიკვდილ მისჯილები. და გააკეთა ასეთი რაღაც, რომ პროკურორს შეუთანხმდა თუ სიციხის ზედამხედველს შეუთანხმდა ვიღაცას, რომ მოდიო მე ჩამსვითო პატიმრებთან, რომლებიც დღე-დღეზე უკვე ელოდებიან, რომ გამოიყვანენ და სიკვდილით უნდა დასაჯონონ და მე რომ მოვაო ბოლო დღეო, ჩემი დასჯის დღე რომ მოვა, მაშინ მოდიო და გამომიყვანო. მე ხო მართალი ვარ, არაფერი არ დამიშავებიაო და მოხდა ესეთი რაღაც. რომ მოდიოდა ბოლო დღე, რომ მეორე დღეს უნდა გამოიყვანათ და დაესაჯათ, ციხეში შემოვიდა გაზეთი. სადაც ეწერა, რომ ის პროკურორი თუ ის ციხის ზედამხედველი, ვინც ერთადერთმა ვინც სიმართლე იცოდა, წერია გაზეთში, რომ ის კაცი გარდაიცვალა. ეხლა წარმოიდგინეთ. ერთადერთი კაცი, ვინც ამის სიმართლე იცოდა, რომ ტყუილაძის უბრალოდ ინტერესის გამო ეს გარდაიცვალა. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა განიცდიდა იმას, რასაც განიცდია სიკვდილ მისჯილები? და მეორე დღეს მოვიდა, ეს ტყუილად დააწერინა იმან გაზეთში. მოვიდა და ეს კაცი გამოიყვანა. და რატო გააკეთეო, რო კითხა, იცი რა უთხრა? ეს რო არ გამეკეთებინა, შენ ვერ განიცდიდი, ვერ იგრძნობდი, რასაც ისინი გრძნობენ. ეგ ტყუილი იქნებოდა, ეგ ვითომ სიკვდილით დასჯას ელოდები, ეგ არ იქნებოდა. მაგრამ რო შეიტყო, რომ გარდაიცვალა ის ერთადერთი კაცი, ჩემი სიმართლე რო იცის, ამ დროს უკვე შეეშინდა და მართლაც განიცადა ის, რასაც განიცდიან. ეხლა რატო ვამბობ? რაღაცა გასაჭირი რო შეემთხვევა ადამიანში, ეგ უბედურება კი არ არის. გააჩნია როგორ შეხედავ, ის რაღაცა გასაჭირი, დაუშვათ მშიერი დარჩი ერთი დღე, დაუშვათ ფეხი მოიტეხენ, დაუშვათ ვიღაცამ გაწყენინა. ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგაყენა. შენ თუ ამას სულგძელად გადაიტან, ცოტა ხანში შენ გეცოდინება სხვას, რომელსაც შეა რას განიცდის. ვიღაცა რო შეურაცხყვეს, რას განიცდის, ვიღაცას რო დასცინეს, რას განიცდის, გესმის, ვიღაცა რომ მწუხარეა, რას გძნობს და უფრო მეტად შეგიძლია, რომ მისი თანაზიარი გახდე. რომ მას დაეხმარო. ეს ძალიან დიდებული ამბავი. ეხლა ნახეთ. ესენი არიან, ნახე, ბალთაზარი, მელქიორი და გასპარი, მათი სახელები. ეს სახარებაში არ ჩანს მათი სახელები, თუმცა არის ესეთი გარდამოცემა, ზეპირი გარდამოცემა, რომელიც შემდეგ ჩაიწერა უკვე წიგნებშიც მათი სახელები. ეხლა ნახეთ რა ხდება. როდესაც იესო ქრისტე დაიბადა, მათ შენიშნეს ცაზე უჩვეულო ვარსკვლავი. ესენი არიან მოგვები, ვარსკვლავთ მრიცხველები. აი დღეს რო ასტრონომი, გაგონიათ ასტრონომები, ვინც ასტერხო ვარსკვლავია, აი ვინც ასტრონომიას სწავლობს. ასტროლოგია კიდე სხვა რამე, ასტროლოგიას მართლმადიდებლობა არ ღებულობს, მაგრამ ასტრონომია არის მეცნიერება ციური სხეულების შესახებ. და მათ შენიშნეს აი ეს ვარსკვლავი. ესენი ამ ვარსკვლავს გამოყვნენ. ვარსკვლავმა მოიყვანა იმ ადგილზე, სადაც ახალშობილი იესო იყო. იქ რომ მოვიდნენ, ჯერ იერუსალიმში მივიდნენ. ეს სად არის, რა არის აღწერილი, რომელ ქალაქთან ხდება ეს? ხო არის? რომელ ქალაქთან? ქრისტეშობის საგალობელში რას გალობთ? სად იშაო ქრისტეო?
ქრისტე იშვა ბეთლემსა, ხო ეგრე. ხო და ისინი ჯერ იერუსალიმში მივიდნენ, იქ იყო მეფე ჰეროდე. ეს ბოროტი კაცი იყო მეფე ჰეროდე, ძალიან ბოროტი კაცი. თურმე იცი რა გააკეთა? თავისი ნათესავები ყველანი დაახოცნა, ის იძე, შვილები, მეუღლე, წარმოიდგინე, იმიტომ რომ ეჭვიანი კაცი იყო, რომ მეფობა არ წამართვან. ხო და ამასთან რომ მივიდნენ და კითხულობენ, სად უნდა დაბადებულიყო მეფე? იმიტომ რომ ჩვენ ვიხილეთ ვარსკვლავი ამის მიმანიშნებელი. და მეფე ჰეროდე შეძრწუნდა, მოკლედ გაარისხდა და მოინდომა იმ ახალშობილი მეფის მოკლა. და უთხრა მოგვებს ამათ, რომ წადითო და იპოვეთო, გამოიძიეთო და რომ იპოვითო, მეც მითხარითო, რომ მივიდე და თაყვანივცე. თაყვანისცემა კი არ უნდა და სინამდვილეში, არამედ მისი მოკლა უნდა და ეს მზაკრული ჩანაფიქრი იყო. ეს მოგვები მივიდნენ, ეს ვარსკვლავი გაჩერდა იმ სახლის თავზე, სადაც ყრმა იესო იყო და მივიდნენ, შესწირეს ერთმა ოქრო, მეორემ გუნდრუკი, მესამე მური. ეხლა მოდი ეს ცალ-ცალკე განვიხილოთ რა. ოქრო ხო იცით რაც არის? გუნდრუკი რა არის? გუნდრუკი რას ნიშნავს? აი ტაძარში გინახიათ მღვდელი რომ ესეთი სასაკმევლით რომ აკმევს ესე ნახშირზე რომ საკმეველი დევს და ხატებს უკმევს არა? აი საკმეველი არის გუნდრუკი. გუნდრუკი. და მური რა იქნება? ისა შავი მასო ჩამოგისმევენ? აი არა. ეს არის აი თუ ყოფილხარ ტაძარში და იქ მღვდელი რომ ზეც აცხებს ხოლმე შუბლზე. ხო არის? კარგი სურნელი რო აქვს რაღაც. აი ძვირფასი ნელსაცხებელი. მური. ეს რაში გამოიყენებოდა იცით? ადამიანი რომ გარდაიცვლებოდა ამ ძვირფასი ნელსაცხებლით, ზეთოვანი ნელსაცხებლით შეზილავდნენ ხოლმე, წელთან შეზილავდნენ, ასე გაახვევდნენ სუდარაში და ისე დაკრძალავდნენ. მათი დაკრძალვის წესი იყო ასეთი. ეხლა ნახეთ. ერთმა ოქრო შეწირა როგორც მეფეს, მეორემ გუნდრუკი როგორც ღმერთს, საკმაოდ ღმერთს წირავთ და მესამე მური, ანუ ეს ძვირფასი ნელსაცხებელი როგორც ადამიანს. ანუ ამითი რა რწმენა გამოავლინეს, იცით რომ იესო ქრისტე არის მეფეც, არის ღმერთი და არის ადამიანი. ჩვენ მარტო ადამიანები ვართ, ხო? აი აქ ვინცავართ, ჩვენ ხო ადამიანები ვართ და იესო ქრისტე იყო ადამიანი და ღმერთი ერთად. ანუ ადამიანად მოსული ღმერთი. იმიტომაც აი, როდესაც მწყემსებს ანგელოზი გამოეცხადა, მათ უთხრა რომ სამყაროს მხსნელი იშვა. აი წადითო და ბეთლემთან ახლოს. ეს რა შეიძლება იყოს? რა შეიძლება იყოს? ეს საფრთხე არა გავს რაღაცნაირად. იესო ქრისტე დაიბადა ერთ-ერთ გამოქვაბულში. აი ქალაქ ბეთლემთან ახლოს იყო გამოქვაბული, სადაც მწყემსები რო ცხარს აძოვებდნენ, თუ წვიმა იქნებოდა, უამინდობა იქნებოდა, ამ გამოქვაბულში შეიყვანდნენ ხოლმე და ღამეს იქ გაათევინებდნენ. უამინდობის დროს თავის პირუტყვს აფარებდნენ. და იმ გამოქვაბულში დაიბადა იესო ქრისტე და ეხლა თქვენი აზრით, აი რატო დაიბადებოდა იქ გამოქვაბულში, რატო შეიძლება დაბადებულიყო? ღმერთმა ეგრეინება და რატო ინება? აი თუნდაც მოდი მაგ ხრივ რო ვიმშილოთ. რატო შეიძლება ინებოს ღმერთმა რომ გამოქვაბულში დაიბადა? რატო აბა? თქვენი აზრით. სადაც მდინარე ვაჟიშვილები ვარდებოდნენ, ან ვისაც უფრო მეტი ფული ჰქონდა ოჯახში შემოსავალი, ანუ მაგით ოჯახის შვილებს რაც იბადებოდნენ, იქ არ დაიბადებოდა და ღმერთმა თავი ალბათ ისე წარმოაჩინა, რომ აი ისეთ ადგილს დაიბადა, სადაც ის ვაჟიშვილები, ანუ მდიდარი მამების ვაჟიშვილები არ იბადებოდნენ. არა და ეხლა წარმოიდგინეთ, აი მაშინ იყო რომის იმპერატორი ავგუსტუსი. აი აგვისტოზე დაგამახსოვრდებათ. იმპერატორი ავგუსტუსი ერქვა და იუდეაც და ძალიან ბევრი ქვეყნები თითქმის ნახევარი მსოფლიო რომის მიერ იყო დაპყრობილი და ამ ავგუსტუსმა გადაწყვიტა რომ გაეგო, ეხლა მაგალითად თქვენმა დამრიგებელმა რომ გადაწყვიტოს რომ მოდი ბავშვები რამდენი არიან კლასში გავიგოთ. ეხლა ეს ხო მარტივია, რამდენი ბავშვია გაიგო.
მაგალითად აი სკოლაში ბავშვები რამდენია რო გაიგო, ქალაქში რამდენია და ყველა მიდიოდა და თავის ქალაქში, საიდანაც იყო წარმოშობით, მიდიოდა რომ იქ ჩაწერილი იყო. და ესე ჩავიდნენ მართალი იოსები და ქალწული მარიამი ბეთლემში. მართალი იოსები მოხუცებული კაცი იყო, ქალწული მარიამი მას ჩააბარეს, რომ მასზე ქალწულ მარიამზე ეძრუნოს. მიდიან ბეთლემში და ბეთლემში არც ერთ სახლში მათთვის ადგილი არ აღმოჩნდა. ახლა წარმოიდგინეთ, აი ღმერთს რომ მოესურვებინა. განა ყველა სასახლე და ყველა დიდებული სახლი მის ხელში არ იყო? ხო შეეძლო ნებისმიერ ყველა დიდ სასახლეში დაბადებული. მაგრამ აი როგორც ბიჭებმა თქვეს, არ იმდომა. იმიტომ რომ ჩვენთვის უბრალოება ესწავლებინა. ის კი არა რომ მაინც და მაინც აი ბოლო მოდელის ფეხსაცმელი გეცვას თუ მანქანით დადიოდეთ თუ ბოლო მოდელის ტელეფონი გეჭიროს თუ საათი გეკეთოს თუ სხვა. ეგ ადამიანის ღირსებას არაფერს არ მატებს. არ მატებს. ახლა მაგალითად აი ღორს რომ 10,000 ლარიანი საათი გაუკეთო ფეხზე. იგი ორი არ იქნება? რამე შეიცვლება? ხო არაფერი არ შეიცვლება. ან ადამიანს რო 10 ლარიანი საათი გაუკეთო ხელზე, რამეს დააკნინებს მის ადამიანობას, რამეს შეცვლის გააფუჭებს არაფერს. ისე რომ მაგითი ადამიანი არ განისაზღვრება. ამას იცი რატო ვამბობ? ზოგჯერ არის ხოლმე სკოლაში ესეთი დამოკიდებულება, რომ აი ვიღაცას ესეთი ტელეფონი აქვს, ვიღაც ისეთი აქვს, მე ერთი მეორეზე თავს აიმაღლებს, მე რადგან უფრო კარგი რაღაცა მაქვს, ამიტომ ეს ადამიანობას არ განსაზღვრავს. ხო მართალი? სულაც შეიძლება ყველაზე ძვირადღირებულ მანქანაში ყველაზე უღირსი კაცი იჯდეს. შეიძლება ყველაზე უბრალო და დაჯრეულ მანქანაში ყველაზე ღირსეული კაცი იჯდეს. შეიძლება პირიქითაც იყოს. ან არც კარგი მანქანა და არც ცუდი მანქანა თავისთავად ადამიანის სიკარგეზე და სიცუდეზე არ მეტყველებს. ხო მართალი? ხო თან ხვდებით მაგ ამბავს. ხო და უფალს რა ეს ესწავლებინა ჩვენთვის, ამიტომაც ვინება რომ გამოქვაბულში დაბადებული. და მერე ამათ გამოეცხადა ანგელოზი. ესენი ახლა უკან რომ მისულიყვნენ მეფე ჰეროდესთან და ეთქვათ რომ აი ჩვენ ვიპოვეთ სადაც არის. მეფე ჰეროდე წავიდოდა და მოაკვლევინებდა, ხო? მაგრამ ეს არ დაუშვა ღმერთს. და იცი რა მოხდა? ანგელოზი გამოეცხადა მართალ იოსებს ძირში და უთხრა რომ წადითო ეგვიპტეში, იმიტომ რომ მეფე მაგის მოკვლას აპირებს. და მეფემ რა გააკეთა? წავიდა და ბეთლემში და მის გარშემო საზღვრებში ყველა ბავშვი მოაკვლევინა 2 წლისა და უფრო პატარა. რატომ მოაკვლევინა? თქვენი აზრით. რომელიმე ისიც იქნება. რომელიმე იესოც იქნებაო და ამიტომ გააკეთები. ამ დროს ესენი ეგვიპტეში არიან წასულები. ეხლა ნახეთ ეგვიპტეში რა მოხდა. ჯერ ეს მითხარით ქრისტეს ჯვარცმის შესახებ, ხსენიათ რამე? იესო ქრისტე რო ჯვარს ეცვა, მასთან ერთად კიდე ვინმე იყო ჯვარცმული? ორი ავაზაკი. ხო და ეხლა ნახეთ რა შეასაქმე. როდესაც ეგვიპტეში მიდიან, იქ ძალიან დიდი იყო საშიშროება იმისა, რომ ვინმე თავს დასხმოდა, ესეთი უდაბური გზები ჰქონდათ გასავლელი და მართლაც მოხდა ისე, რომ ავაზაკები თავს დაესხა. ეხლა რა უნდა გააკეთოს? ან მოხუცებულმა იოსებმა, ან ქალწულმა მარიამმა, ხო, პატარა გოგონა. და ერთ-ერთ ავაზაკს რო უნახია, რომ შეუხედია პატარა ყრმა იესოსთვის, ასეთი რამე უთქვი, იმდანაც მოსწონებია, რომ ასეთი რამე უთქვია. აი ჩვენ რო გაგვიგიაო, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოვიდეს. ეს ცნობა კაცობრიობაში არსებობდა. ჯერ კიდევ ღმერთმა ადამიანს და ევას აღუთქვა, შეპირდა, რომ ისინი ხო ცოდვაში ჩავარდნენ, 60-დან გამოიდევნენ და ამაზე ცოტა მერე ვილაპარაკოთ. შეპირდა, რომ ხსნას გამოუგზავნდა და ადამიანებმა იცოდნენ ეს, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოსულიყო და ეს ავაზაკი ნახე რაც ამბობს. ჩვენ რომ გაგვიგიაო, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოვიდესო, ღმერთი ადამიანადაც რომ მოვიდესო, ამაზე მშვენიერი მაინც არ იქნება. ნახე რა თქვა. ანუ იმ დროს იმ პატარა ბავშვი, ახლა ჩვენ კი ვიცით რომ ის ღმერთი იყო, მაგრამ მან ამოიცნო ღმერთი.
და სხვა ავაზაკებს უთხრა რომ ამათ გაანებეთ თავიო ხელი არ ახლოთ არც ერთმა და გაუშვა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქალწულ მარიამს მაშინ უთქვია იმ ავაზაკისთვის რომ ამას რომ ჩემი შვილი და ღმერთიო სიკეთით გადაგიხდის და ხა თქვენ რო ამბობთ კი ესო ქრისტე ორ ავაზაკს შორის იყო ჯვარცმული ერთ-ერთი ავაზაკი სწორედ ის იყო აი მარჯვნივ რო იყო მაცხოვრის მარჯვნივ ავაზაკი რომელიც მარცხნივ რომელიც იყო ის ხეობნეოდა ქრისტეს რომ შენ თუ ქრისტე ხარო იხსენი შენი თავი და ჩვენს გადაგვარჩინე და მარჯვნივ ყოფი ავაზაკი ისი რას ეუბნეოდა ჩვენ რაც დავაშავეთო იმის გამო ვისჯებით იმ თავის მეგობარ ავაზაკს ეუბნეო ჩვენ რაც დავაშავეთ იმის გამო ვისჯებითო და ამას კი არაფერი არ დაუშავებია და უფალს ეუბნევა მომიხსენე უფალო ოდეს მოხვიდეს უფევითა შენი თავ ანუ შენ სასუფეველში მომიხსენე და უფალი ეუბნევა დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში და აი ეს ავაზაკი იყო სწორედ ის რომელიც პირველი შევიდა სასუფეველში ანუ პირველი შევიდა იქ სადაც არის დაუსრულებელი სიხარული გახსოვთ ღვთისმშობლის სიტყვები რა უთხრა ჩემი შვილი ამას სიკეთით გადაგიხდის და პირველი სწორედ ის ავაზაკი ცხონდა ხო საოცარი ამბავი აი წარმოიდგინეთ რა ავაზაკი მთელი ცხოვრება რო ავაზაკოს მან ჯერ იმ პატარა ბავშვში შეიცნო ღმერთი და მერე ჯვარცმულ იესოში შეიცნო ღმერთი ეს ბევრმა ვერ გააკეთა მაშინ როცა მთელი სამყარო ქრისტეს დაუპირისპირდა ავაზაკი ქრისტეს მხარეზე დადგა აი ეხლა მოდი ის ვთქვათ სანამ თქვენ შეკითხვებზე გადავალ თავის მეგობარ ავაზაკს რომ ეუბნება ეს კეთილგონიერი ავაზაკი ქვია მარჯვნივ ვინც იყო ჯვარცმული რომ ჩვენო დავაშავეთ და იმიტომ ვისჯებითო და ამას არაფერი დაუშავებია თქვენ როგორ ფიქრობთ აი ვინ არის ის ვისაც არაფერი არ დაუშავებია ღმერთი ადამიანად მოსული ღმერთი ადამიანებს ყველას რაღაცა დაგვიშავებია ყველას რაღაცა დაგვიშავებია და იმისათვის რომ ეს დანაშაული გამოვასწოროთ რა არის რა გზა გვაქვს რა არის საჭირო რა არის ახსარები ჩვენს ცხოვრებიდან როცა რაიმე ან რაიმე შესაძლოა სხვა ხალხს არ მოიწონება მოსაშემოება სხვა ხალხისთვის უბრალოდ გამოს ანუ ვეტყვით რომ ეს გავაკეთეთ დავუშვათ მე გუშინ ვიღაცას ფეხი წამოუდე და წავაქციე მაგრამ მე მოვდივარ და ვამბობ სიამაყით რომ აი მე შევძელი მე გახსარებაა აბა ვიღაც მოვატყუე ანუ იმდენად გაწაფული ვარ ამ ამბავში რომ ვიღაც მოვატყუე რომ ნანო ხო მართალი ანუ რომ ნანობ და რომ გადაწყვეტ აი მტკიცე გადაწყვეტილებას რომ მიიღებ რომ ეგ აღარ გააკეთო ხო მართალი აი როდესაც მტკიცე გადაწყვეტილებას იღებ რომ ეგ არ გააკეთო თორემ თუ რაღაც შეგეშალა და ამას თუნდაც ნანობდე და აღიარებდე მაგრამ აი ეს გადაწყვეტილება არ ქონდეს მიღებული რომ აღარ გააკეთო მაშინ რა აზრი აქვს ეგეც სინანოს ხო მართალი თუ არ გადაწყვიტე რომ არ გააკეთო აი მაგალითად სულ მომყავს ხოლმე ესეთი მაგალითი რადგან ახლა მაინც ფეხბურთი ყველა მიცის და ყველას უყვარს ხო გიყვარს ხო გაგონიათ ფეხბურთი რა არის მაგალითად აი შენ თამაშობ ფეხბურთს და თამაშობ დავუშვათ პენალტი გააფუჭე ახლა მეორე თამაშიც დადგა და შენ ნანობდი რომ ის პენალტი გააფუჭე მაგრამ არ გივარჯიშია რომ პენალტის დარტყმა გესწავლა და წინასწარად გადაწყვეტილი გაქვს რომ თუ კიდე დაგარტყმავინდებენ კიდე ააცილო ეგ გუნდის ღალატი ხო იქნება მაგალითად ერთხელ გააფუჭე მაგრამ ნანობდი რომ ეს გააფუჭე მე წახვედი მარტო ბევრი ვარჯიშე ანუ გუნდთან ვარჯიშის გარდა კიდე მარტოც ბევრი ვარჯიშე რომ ეს გამოგესწორებინა და მთელი გულით და სულით გინდა რომ პენალტი გაიტანო თუ კიდევ დაგარტყმევინებენ და კიდე დაიდო პენალტი და შენ გარტყმევინებენ და შენ კიდე გააფუჭე ეგ გუნდის ღალატი იქნება ეგ არ იქნება ანუ გუნდის ღალატი ის კი არ არის გარეგნულად რა გამოვლინდა აი შიგნით შენ რა გინდოდა რა გადაწყვეტილება ქონდა ეხლა ამას რატო ვამბობ ნახე
დაუშვათ სადღაც ცუდი სიტყვა წამოგწდა. ყველანაირად ვცდილობ, რომ ცუდი სიტყვა აღარ თქვა, მაგრამ კიდე წამოგწდა. ეგ არ არის ქრისტეს ღალატი. მაგრამ აი თუ წინასწარ გადაწყვეტილი გაქვს, რომ კიდე უნდა თქვა ეგ სიტყვა, ეგ უკვე ღალატი. ეგ უკვე არ ვარ. თუ წინასწარ გადაწყვეტილი გაქვს, რომ ვიღაც მოატყუო, ეგ ღალატია უკვე ღმერთისაც და შენი თავისაც, შენი სინდისისაც. დაუშვათ თუ აი მაგალითად ვიღაცამ რაღაც დაგიშავა. შენ თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ შური იძიო, შენ უკვე ღმერთს ღალატობ. შენს ადამიანობას ღალატობ. შენ თუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ აპატიო, მაგრამ შეგვხვდა უცბად სადღაც და მაინც წამოგწდა რაღაც სასაყვედურო. ეგ არ ნიშნავს, რომ შენ ქრისტეს უღალატებ. იმიტომ რომ შენ ხო გადაწყვეტილი გქონდა გულში, რომ გეპატიებია. მაგრამ ხდება ამ ცოდისგან დაზღვეული არავინ არ. მაგრამ წინასწარ რო სიტყვებს ამზადებ, რომ მე ახლა შევხვდები და ასე ვეტყვი, ისე ვეტყვი, ეგ ღალატი. ხომ მიხდით, აი ახსარების თავარი ის ეგ არის, რომ აი შენ რო ნანოფ რაღაცას ეცადო, რომ აღარ გააკეთო. შეიძლება კიდე მოგიხდეს, კიდე გააკეთო. დაუშვათ აი გადაწყვიტე, რომ დილით ადრე ადგე, ძალიან გეზარება ადრე ადგო, მაგრამ გადაწყვიტე, რომ ადგე და გაგეღვიძა და კიდე დაგეზარა, კიდე ვერ ადეგე. არა უშავ, ერთხელ ვერ გააკეთებ, ორჯერ, სამჯერ, მეოთხეთი გამოგივა, მეხუთეთი გამოგივა და მე ნელ-ნელა მიეჩვენა. ამბობთ ხოლმე ახსარებას, ყავთ მოძღვარი. აი მაგალითად ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ლამაზ გოგონებს 1-2 თვე რო პირი არ დაებანათ. ისევ ეგეთი ლამაზები იქნებოდნენ. 1-2 თვე პირი რო არ დაებანათ. ხო აღარ იქნებოდით ეგეთი ლამაზები. მაგრამ პირი რო დაიბანეს, ამათი სილამაზე გამოჩნდა, ხო მართალი? პირი რო არ დაებანათ, შეიძლება ამათ სილამაზე ვერ დაგვენახა. ესენი კი იქნებოდნენ ლამაზები, მაგრამ ის ჩუჩკია დაფარავდა ამათ სილამაზეს, ხო მართალი? ხო და ადამიანის სულიც ეგრეა. აი შენ სულში ახლა თუ ხურდა მაქვს აქ მოიცა და გაჩვენოთ. აი მაგალითად 20 თეთრიანზე ირემი ხო ხატია. ეს რო ტალახში ჩავაგდოთ ახლა. ეს ირემი ხო ისევე ხატება. მაგრამ ჩვენ ხო ვერ დავინახავთ. დაიფარება, ტალახი დაიფარება, მაგრამ ამ მონეტას თუ ჩვენ გავასუფთავებთ, ირემი ხო გამოჩნდება, არა, ხო ბუნებრივია. ახლა ნახეთ რა შეა საქმე. ერთ-ერთი დიდი მღვდელმთავარი წმინდა ბასილი დიდი ასეთ რამეს ამბობს. ჩვენო ადამიანებიო, თითოეული ადამიანებიო, გავართო მონეტას, აი ამ მონეტას. ოღონდ ჩვენზე ირემი კი არ არის აღბეჭდილი. ჩვენზე ქრისტეა აღბეჭდილი. ანუ ქრისტეს თვისებები, ქრისტეა აღბეჭდილი და ჩვენ ხო ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავართო, ხო ეგრე ვთქვი და რაც უფრო ადამიანი თავის თავს გაასუფთავებს, მასში გამოჩნდება ქრისტე. ქრისტეს თვისებები გამოჩნდება. ახლა თქვენ როგორ გონიათ, აი, ქრისტეს როგორი თვისებები შეიძლება ჰქონდეს? აი, მოდი ჩამოვთვალოთ ქრისტეს თვისებები. თქვენი აზრით, ცოტას მერე მეც მოგეშველებთ. აი, მაგალითად, ერთი თვისება, შენ რაც გგონია, რომ ქრისტეს ეგ. ერთი მაკაცი იყო და თვითონ ტალახი წავიდა თვალებზე და დიახ. შემდეგ რო ჩამოვანა თვალები და ანუ ხედვში მაგრამ განიკურნა. ანუ ხო შეებრალა და ხო ამიტომ გააკეთა, ხო მართალია. ერთი ის რომ ღმერთია და ყოლის შემძლე, მაგრამ ხო შეებრალა ეს, მოდი ეს თვისება დავუშვათ ერთ ადამიანს, რომ მეორე ებრალება ესეთი თვისება. კიდე რა შეიძლება იყოს? კეთილი, თამდაბალი, კიდე ზრუნველი, კიდე ერთგული, გულკეთილი, კიდე მომთმენი. ხო და ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ იმ თვისებებიდან რაც ქრისტეს აქვს, ძალიან ცოტა ჩამოვთვალეთ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი თუ ხშირად ამბობს ახსარებას, ანუ ამ მონეტას გახეხავს და მასზე ქრისტე აღიბეჭ გამოჩნდება, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ზუსტად ეგეთები გავხდებით. იმიტომ ჩვენ ვართ სინამდვილეში ეგეთები გვაქვს ის თვისებები რაც ჩამოვთვალეთ, მაგრამ ჩვენში ამ ცოდვამ დაფარა. და ჩვენში გამოჩნდება ეს თვისებები, გახდება მზრუნველი ადამიანი, გახდება მოსიყვარულე, კეთილი, მომთმენი, თამდაბალი, მოსიყვარულე,
მიმტევებელი ადვილად აპატიებს ერთი ადამიანი მეორეს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი თქვენს კლასში რამდენი ხართ კლასში? 20-ვე ბავშვი რომ ეს თვისებები გამოჩნდეს. რა ბედნიერება იქნება ეგეთ კლასში ყოფნა. ხო ბედნიერ შეიძლება ეხლაც ბედნიერები ხართ, მაგრამ წარმოიდგინეთ ყველა ბავშვი რომ ეს თვისებები გამოჩნდეს, ყველა რომ ესეთი იყოს. ყველა რომ მარტო ერთმანეთზე ფიქრობდეს. აი დაუშვათ ხო არის სამზარეულო ბუფეტი თქვენ სკოლაში, დაუშვათ შევიდა და თავისთვის იყიდა რაღაც. და ჯერ სანამ არ დარწმუნდება რომ ყველა დაპურებულია, მანამდე რომ არ შეჭამს. ხო მაგარი თვისება იქნება. და ყველა რო ეგრე ფიქრობდეს. თქვენს კლასში ვინმე მშიერი იქნება? მაგ შემთხვევაში არ იქნება მშიერი. მაგრამ ყველა თუ მარტო თავის თავზე იფიქრებს, შეიძლება ბევრი მშიერი დარჩეს, ხო მართალია? ასე რომ აი ახსარება ამ ადამიანს ამას ანიჭებს. ადამიანის სულს გააკეთილშობილებს. მერე ადამიანი რო ეზიარება, ადამიანში უკვდავება შედის. იმიტომ რომ ღმერთი შედის, ღმერთს ეზიარება ადამიანი. ხო არ დაგღალით? ძალიან კარგი. თუ დაიღლებით ჩამოჯექით. იო, რამდენი წუთია რაც ამ ბავშვებს გლით? რატომ გვასწავლიდა იესო მტრების სიყვარულს? თქვენი აზრით რატომ? მოდი ჯერ ერთად ვიმსჯელოთ. რატომ უნდა გიყვარდეს მტერი? აუ, ნახ შენს პირად მტერზეა ლაპარაკი. აი ვიღაცამ რაღაცა დაგიშავა. რატომ უნდა გიყვარდეს? შენი აზრით? კი ბატონო, ეგ ნამდვილად ეგრე. აი მოდი კიდევ რატომ ნახეთ უბრალოდ შევხვდეთ. ჯერ ერთი რომ ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს სიყვარული. თუ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია, აი ჩვენ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ სიყვარული. სიყვარული რაში ვლინდება ყველაზე მეტად იცი? თავგანწირვაში, ანუ შენ რომ შენსაზე უარს იტყვი და სხვისას გააკეთე. ეხლა მაგალითად აი ნებისმიერი ნივთი, რასაც არ უნდა შეხედო. ყველაფერი შემდგარია როგორც ნივთი, მაშინ როდესაც ის ემსახურება სხვას. მაგალითისთვის, აი ფურცელი. ეს არაფერში არ გამოდგებოდა თუ თქვენ არ მოგემსახურებთ, თქვენ ხო დაწერეთ აქ რაღაც. იგივე კალამი, მელანი. ეს მელანი თუ იქნებოდა 1000 წელი თავისთვის და თქვენ არ მოგემსახურებოდა თუ რაღაც შეკითხვა დაგეწერათ, მაშინ იმის არსებობას აზრი ექნებოდა? არაფერი. აი ეს კამები რომელზეც ხეთხართ, სულ რომ ოქროსი იყოს. მაგრამ ფეხი აიდგას და წავიდეს, არა მე ჩემ თავზე არავის არ დავსავ ზედა. გინდა ყოფილა ეს კამი, გინდა არა, ხო მართლა? ანუ აი ეს ამის დანიშნულება ეგ არის, ეს შემდგარია როგორც კამი, მაშინ როცა ის სხვას გამოადგება, ხო მართლა? და ყველაფერი ეგრე. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ეს უბრალო ნივთები, მაშინ არის შემდგარი, როცა ის სხვას ემსახურება. ადამიანი განა უფრო მეტად ესე არ იქნება. ადამიანი მარტო თავის თავზე რო ფიქრობს, ის გინდა ყოფილა და გინდა არა. ხო მართლა? ნუ და ეხლა წარმოიდგინე. შენ უნდა ისწავლო ადამიანმა ნელ-ნელა რო სხვა გიყვარდეს. და თან ახლა აბა უბრალოდ შეხედეთ. ვინმე რომ დაუშვათ აი შენ რო ვიღაცას რაღაც დააბრალო ტყუილად. ცილისწამება, ხო ცილისწამება ქვია. დაუშვათ ტყუილად დააბრალა, ეს სკოლაში ფანჯარა შენ ჩატეხე და შენ დააბრალე რომ დაუშვათ აი რა ქვია? ელენემ ჩაამტრია ფანჯარა. გიო, დაუშვათ შენ დააბრალე ელენეს, რომ ელენემ ჩაამტრია ფანჯარა. შენ კი მაგას არისო, ის ეხლა მეორე დღეს მოვიდა ელენე და შენზე კი არ არის გაბრაზებული. მოვიდა და ერთი კარგი ბანანი გაჩუქა. აი გიო, შენ მაგაზე არ იჯავრო, მე მიყვარხარ რო გითხრას. და აიღო და ბანანი გაჩუქა. ეხლა კიდე რო ჩაგემტრეს ფანჯარა. შეძლებ რომ კიდე ელენეს დააბრალო. ახო არ არსებობს. მაგრამ ელენე თუ შენზე შურს იძიებდა, სხვა დროს რო ჩაამტვრევდი, შეიძლება შენ განზრახ მაინც ელენესთვის დაგებრალები. ამეთი ეშმაკი გაიმარჯვებდა.
მაგრამ თუ ადამიანებს შორის სიყვარულია, ესე იგი ადამიანებს შორის ღმერთია და იქ ეშმაკის ადგილი არ არჩება. შენ რო ცუდად მოგექცევა ვინმე, შენ თუ მაინც შეძლებ რომ სიკეთით გადაუხადო, იქიდან ეშმაკი გაიქცევა. მაგრამ შენს თუ სამაგიეროს გადაუხდი, მაშინ ესე იგი ჩვენ შორის ეშმაკი ყოფილი. ესმით რა ძლებ, ანუ ბოროტებას სიკეთით უნდა ძლივ. სხვანაირად არ არსებობს. რატომ ხდება კონფლიქტის დროს, რომ ბავშვები ხმას არ იღებენ იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს მას სიტყვიერად ეხებიან? კარგად ვერ გავიგე. ეს ნაწერი, ახლა მე არ ვიცი ვინ დაწერმა, შენი აზრით რა შეიძლება ნიშნავდეს, რას მეკითხები? ანუ რაღაცას ეუბნევიან ბავშვს და ის ხმას არ იღებს. ვერ მივხვდი, მომეხმარეთ. ბავშვები ხმას არ იღებენ? ანუ როდესაც მე ჩემზე რაღაცა ან დამცინიან ან რაღაცა ხდება და მე რო ხმას არ იღებ, ეს რატო ხდება? მაიცა მეორე შეკითხვა წავიკითხო, იქნება ამან უფრო შეავსოს. ბულინგის შემდეგ რატომ ეშინიათ ბავშვებს ამაზე საუბრის მშობლებთან? არ უნდა ეშინოდეთ. პირი და თუ ვინმე ესე დაჩაგროს დავინახავთ, არ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, რომ მას მივეხმაროთ. აი ვინმეს დასცინია. შეიძლება მთელი სკოლა ვიღაცა ერთ ბავშვს დასცინის, მაგრამ იმ ერთი ბავშვის გვერდში დგომა ეგ არის ვაჟკაცო. ეგ არის ადამიანი. გახსოვთ ავაზაკზე რო თქვით. ყველა ქრისტეს გადაუდგა, მაგრამ ავაზაკი ქრისტეს მხარეზე დადგა. და ევედრება რომ მომიხსენე შენს სასუფეველში. აი იმ დაჩაგრულის გვერდში დგომა არის ვაჟკაცო. გახსოვთ თუ წაგიკითხიათ ვაჟაფშაველას ლექსი. ის კი არ არის ბიჭობაო, გახსოვთ ეს ლექსი? დამჩაგვრელებსაც წყალობდეო. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, დაჩაგრულთათვის წყალობდეო. იმ დაჩაგრულის გამო შენც რო დაგცინებენ, აი ეგ არის ბიჭობა. და შენ რო ამას მოითმენ და მაინც დაჩაგრულის მხარეს დადგებ. თორე დამჩაგვრელებს თუ შენც საქციელს მოუწონებ და შეუქებ და შენც მიეხმარები დაცინვაში, აბა ეგ რა ვაჟკაცობა, ეგ არ არის ვაჟკაცობა. ისე რომ აი ვინც ესეა დაჩაგრული, იმის გამოსარჩლება არის დიდებული საქმე. რა არის ყველაზე მთავარი მეგობრულ ურთიერთობაში? მე ვფიქრობ ერთგულება და გულწრფელობა. აი უბრალოდ მე ვერ წარმოვიდგენია ერთგულების და გულწრფელობის გარეშე მეგობრობა. აი რო იცი რომ მეგობარი გულწრფელი არ არის. რაღაცას ფიქრობს და რაღაცას სხვა რაღაცას გეუბნება. აბა იქ მეგობრობა შეიძლება. თუ ერთგული არ არის, იქაც არ შეიძლება მეგობრობა. მე ვფიქრობ ეს ორია. მეგობრობა, ერთგულება და გულწრფელობა. თორე შეცდომები შეიძლება მოგვივიდეს. რაღაც პატარ-პატარა შეცდომები, მაგრამ აი ერთგულებაში როა პრობლემა, უკვე აღარ ვარ, ეგ მეგობრობა აღარ არის. თუ გულწრფელობაც არ არის და ჩვენ ერთმანეთს რაღაცებს უმალავ და ჩუმჩუმად რაღაცებს ვაკეთებ, ერთს ვამბობ და სხვას ვფიქრობ, აბა ეგეც მეგობრობა არ არის. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კლასელების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ გაძლიერდეს? ანუ კარგი გაგებით რომ გაძლიერდეს, ხო? როგორ უნდა მოვიქცეთ და სანამ მე კლასელს რამეს ვუსურვებთ, რამეს გავუკეთებთ, რამეს ვეტყვით, ჩვენ უნდა მის ადგილზე დავაყენოთ ჩვენი თავი და ვიფიქროთ, ჩვენ რომ ეს გვითხრან, ჩვენ რომ ეს გაგვიკეთონ, ჩვენზე რომ ეს იფიქრონ. თუ მოგვეწონება, მაშინ ჩვენ გავუკეთოთ ეგ. თუ ჩვენ არ მოგვეწონება, რომ ჩვენთვის ეს გაეკეთებინათ, მაშინ არც ჩვენ არ გავუკეთოთ. აი ყველამ რომ ეს ერთი წინადადება გაითვალისწინოს, საქმე იქნება დიდებულად. ამას სახარებაში ქვია ოქროს წესი. სახარებისეულად ასე გამოიწვი, შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავის ის. აბა ეცადეთ რომ ეგრე გააკეთოთ. აი მაგალითად, რა არ მოგეწონებოდა შენი კლასელისგან? ან რა მოგეწონებოდა? ერთად იქნებოდი. სახელი რა ქვია? ანა?
შენ რა მოგეწონებოდა შენი კლასეთის? ერთგულება. შენ რა ქვია? მარიამ, შენ რა მოგეწონებოდა? მეგობრობა, კეთილს რო გისურვებდა. შენ? გულწრფელობა. ელენე, შენ? სიკეთე რო გაგიკეთოს, აბა? ერთგულება. როდესაც ყველაზე მეტად გიწევს ხარში რო დაგიდგეს. თქვენ ვასკაცებო? ერთგულება. მე ყველაზე ჩემპიონატში რომ მართლა მე ან სხვა თუნდაც ჩვენ კლასელი არ განიკითხებსა მასე ზოგს რო არ ლაპარაკ ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო. აბა შენ ერთგულება. სიკეთე. მე ერთგულება რომ გამოცდილ ჩემ კლასელისგან ზოგს უკან ლაპარაკობენ. ხო და აი ეს სამი რაღაცა ნახეთ ახლა რაც მოვისმინე, სამი ძირითადი რამე თქვით. რომ ერთმანეთის ერთგულები იყოთ, ერთმანეთს სიკეთე გაუკეთოთ და ერთმანეთზე ზოგს უკან არაფერი არ თქვათ. ახლა თუ ზოგს უკან ვამბობ მე ამ ბიჭზე რაღაცას არა, ესე იგი მე ამის ერთგული აღარა ვარ. ეს გორგულება ეგრე არ გამოდის. ამიტომ ვამბობ აი ერთგულებას არაფერი არ ჯობია მეგობრობაში. გულწრფელობა, სიკეთეს. აი ზოგს უკან ლაპარაკი საერთოდ მარტო მეგობარზე კი არა. როდესაც ადამიანი არ არის აქ, ჩვენ არა გვაქვს უფლება მასზე ვილაპარაკოთ. აი კორონავირუსი რო იყო, ხო გახსოვთ? მოდებული რო იყო. აი მაგაზე მეტად არის მოდებული აი ეს დამოკიდებულება. რომ ვიღაცა აქ არ არის და ჩვენ იმაზე ვლაპარაკოთ. ეგ არ შეიძლება. ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა. რა დროსაც მე შემიძლია აი მორალურად არა, სინდისიერად რომ მე სხვაზე ვილაპარაკო, როცა ის აქ არ არის. ერთადერთი იმ დროს, როცა მე საუბრობ იმის გამო, რომ მას რამე სარგებელი მოუტანა. სიტყვაზე აი აქ 20-ვე არა ხარ თქვენი კლასიდან, 20-ვე ხარ? რამდენი გაკლიათ? ხო, ნუ ვიღაც ხო გაკლიათ? ხო, რა ხო გაკლიათ კლასიდან ვიღაც. ჩვენ თუ ავდგებით ახლა და იმ ვინც თქვენ გაკლიათ იმ ბავშვზე რაღაცას ვილაპარაკებთ, რომ მოდი რითი მივეხმაროთ. გასმით აი რაღაცა უწის დაუშვათ. სასაცმელი არ აქვს, თუ იქნება ავათარი და წამალი არ აქვს. ჩვენ თუ გეგმავთ, ეხლა როგორ მივეხმაროთ, ეს აბსოლუტურად სწორია. მაგრამ სხვა დანარჩენ ხარ, ჩვენ თუ იმას ვილაპარაკებთ, რომ იმან გაკვეთილი იმ დღეს არ იცოდა, ის ესე გამოიყურებოდა, იმას ის გაუკეთებია, ამას ეს გაუკეთებია, ეგ არის არაადამიანური თვისება. ეგ არ არის სწორი. ისე რომ აი სანამ ვინმეზე რამეს თქმას დავაპირებთ და თუ აღმოაჩენთ, რომ ის იქ არ არის, ჯობია არ თქვა. თუ გული შეგტკივა და ვინმემ რამე დააშავა, ჯობია და მიხვიდე და უთხრა პირადად, რომ შენ რო აი ასე ამბობენ შენზე, რომ შენ თურმე რაღაც ესეთი გაგიფუჭებია და ხო არ გინდა რომ მოგეხმარო რაღაცა. თუ ესეც მაშინ როცა შენ იცი, რომ ის შენ სიტყვას გაითვალისწინებს. და თუ იცი რომ ის შენ სიტყვას არ გაითვალისწინებს და ტყუილად უნდა მიხვიდე, ჯობია იქაც არ მიხვიდე. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვებთან დაიწყო ლაპარაკი. არც სხვებთან არ უნდა თქვა. ეს ძალიან ბევრს ეშლება და ძალიან ხშირად. განსაკუთრებით ყავის დალევის დროს. აბა, შემდეგი ყველას გეშლება, მეც მეშლება სამწუხაროდ. ბევრს გეშლება. ჩვენ აი არა ვართ ფხიზელი ამ დროს. ადამიანი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, რომ ეს რო ჩემზე თქვას ვიღაცამ, აი თუ მომეწონებოდა. როცა ადამიანი კვდება, მაინტერესებს რატომ ახსენებენ 40 დღე, ახსენებენ 40 დღე უნდა გავიდეს და კიდევ შავები რატომ აცვიათ. ნუ შავები აცვიათ, იმიტომ რომ რაღაცა სამგლოვიარო ფერია და უნდათ რომ თავისი გულის ტკივილი ამითიც გამოხატონ. ახლა ჭრელა-ჭურლა ტანსაცმელი რო ჩაიცადა, სიმღერების მოსმენა დაიწყო და დაბადების დღეებშია რომ აბა რა თანაზიარება გამო, აი დაუშვათ შეიძლება შენ არ გარდაგეცვალა, შენს მეზობელს გარდაეცვალა ვიღაც ნათესავს თუ კლასელს თუ რაღაცა გარდაიცვალა და შენ რო ახლა სახში
კონცერტების ყურება დაიწყება, სწორი იქნება, ხო არ იქნება სწორი. შენ თანაზე არის უნება. ეხლა თქვენ პატარები ხართ, არ გაქვთ მაგრამ თქვენს მასწავლებლებს შეეკითხეთ. თქვენი მშობლები შეიძლება მოსწრებული არ მეც პატარაობაში. ჩემ დროსაც იყო ჯერ, მაგრამ უფრო წინ ასეთი რამე ხდებოდა. აი მაგალითად, მთელი სოფელი არ ჩართავდა ტელევიზორს. გაგონიათ? მთელი სოფელი ვიღაცა გარდაიცვლებოდა სოფელში და მთელი სოფელი გამორთავდა ტელევიზორებს. რატო? იმიტომ რომ თანაზე არის ყოფილიყვნენ იმ გარდაცვლილი ოჯახის. გარდაცვლილი ჭირის უფლის. რომ იზიარებდნენ. ხოდა 40 დღეს რაც შეეხება გარდაცვალებიდან მე-40 დღეს ადამიანი წარდგება თავისი პირადი სამსჯავროს წინაშე. ანუ სადაც როგორც იტყვიან, ცოდვა და მადლი გაირჩევა. ეს კაცი ნანობდა თავის ცოდებს თუ არ ნანობდა, ღვთისმცნებები ცხოვრობდა თუ არ ცხოვრობდა, სიყვარული ცხოვრობდა თუ არ ცხოვრობდა და ასე შემდეგ. და საყოველთაო სამსჯავრო იქნება მეორედ მოსვლის ჟამს. აი უფალი ხო მოვიდა პირველად ბეთლემში ხო დაიბადა ხო ვისაუბრეთ. მეორეჯერ რო დაბრუნდება, ჩვენ ყველა ადამიანი მის წინაშე წარვდგებით. ვისაც კი მანამდე უცხოვრია მილიარდობით ადამიანი მის წინაშე წარვდგებით და უფალი ამ მთელ კაცობრიობას ორად გაყოფს. ერთს მარჯვნივ დააყენებს, ერთს მარცხნივ. მარჯვენით ყოფებს ეტყვის რომ მოდითო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. რადგან მშიოდაო და მაჭამეთ. წყუროდა და დამალევინეთ, შიშველი ვიყავი და შემოსეთ. წყურვალი ვიყავი, დამალევინეთ, უცხო ვიყავი, შემიწყნარეთ, საპყრობილეში ვიყავი, საავადმყოფოში ვიყავი, მოხვედით ჩემს სანახავად. აი ამ 6 რაღაცას ჩამოუთვლის. ესენი გაკვირვებულები ეკითხებიან, უფალო, ჩვენ როდის გნახეთ? დოფალიც რას ეტყვის, რაც გაუკეთეთ თითოეულ ადამიანს, ის მე გამიკეთეთ. ანუ თუ ვინმე გზა არ იცოდა და თქვენ მიგისწავლებიათ. თუ ვინმე შიოდა და პური გაუწოდეთ, თუ ვინმე წყუროდა და დაალევინეთ, ესე იგი უფალი ჩაგითვლის, რომ თავად მისთვის გაგეკეთებინოს ეს. მარცხენით ყოფებს ეტყვის, თქვენო წადითო ეშმაკისთვის გამზადებულ სატანჯველში. რადგანო და იმათაც იმ 6 რაღაცას ჩამოუთვლის. შიოდა და არ მაჭამეთ, წყუროდა და არ დამალევინეთ, შიშველი არ შემოსეთ, უცხო არ შემიწყნარეთ, საავადმყოფოში და საპყრობილეში არ მინახულეთ. ისინიც გაკვირვებულები ეტყვიან. ახლა იესო ქრისტე არ უნახიათ არცინათ, ხო, მაგრამ უფალო, როდის გნახეთ ასეთ მდგომარეობაში და არ მოგემსახურეთო და იმათ რას ეტყვის, იცით? რაც არ გაუკეთეთ ერთ ადამიანს, ის მე არ გამიკეთებ. და ერთნი წავლენ მარადიულ სიხარულში, ანუ სასუფეველში, მეორენი წავლენ მარადიულ სატანჯველში, ანუ ჯოჯოხეთში. ის მარადიული, ის არასოდეს არ დამთავრდება. ამიტომაც კიდე არის ძალიან საფრთხე. ახლა ნახეთ, დღეს შეიძლება, აი შენ ხო მითხარი ფეხი მოვიტეხე. ეხლა ხო აღარა გაქვს მოტეხი, ხო კარგად. ანუ იმ წუხარებას მე სიხარული მოყვა. ესმის? დღეს შეიძლება დასასვენებლად მიდიხარ, მაგრამ და გიხარია, მაგრამ ხვალ ისევ შეიძლება რაღაც განსაცდელი მოხდეს. ანუ ამ წუთის სოფელში არც მწუხარება და არც სიხარული მუდმივი არ არის. იცვლება. მაგრამ აი სასუფეველში სიხარული არასოდეს არ შეიცვლება მწუხარებით. და ჯოჯოხეთში მწუხარება არასოდეს არ შეიცვლება სიხარულით. ეს მარადიული. ხო და ჩვენ ეგ ყველას გველოდება. და ეხლა მე რო ვთქვი, რომ უფალი გაყოფს მეთქი ორ ნაწილად. სინამდვილეში ვინ გაყოფს? საით დადგეს და როგორ? ვინ ირჩევს? აი მაგალითად, შენ მიდიოდი და გაჭირებული ადამიანი დაინახე. ხო შენ დგები არჩევანის წინაშე, მარჯვნივ დადგე თუ მარცხნივ დადგე. ანუ დაეხმარო თუ არ დაეხმარო, ხო შენ ირჩევ. ესე იგი მარჯვნივ დადგომა და მარცხნივ ვიზია დამოკიდებული. ჩვენზე მაგალითად გაიგე რომ თქვენი თანაკლასელი ავად გახდა. სახლში წევს, სკოლაში ვერ დადის. ვინ იღებს გადაწყვეტილებას მიხვიდე და ნახო თუ არ მიხვიდე? თქვენ ესე იგი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ მარადიული სიხარული გვექნება თუ მარადიული მწუხარება. დაუშვათ მოხდა ისე რომ გავიგე რომ ვიღაც ავად არის და მე დამეზარა და არ მივედი. თუ შემიძლია ამის გამოსწორება. როგორ? სინანულით. აი რაზეც წაღან ლაპარაკობ. მე ნანო ფახსარებაში ვამბობ და სხვა დროს თუ კიდე გავიგე რომ ვინმე ესე გახდავად, მე ვცდილობ რომ მივიდე.
გესმით? ან ერთხელ შემეშალ. შეიძლება ორჯერად შემეშალოს. აი რაც უკვე ვილაპარაკეთ რა. შეიძლება ამის გამოსწორება. იმიტომ ჩვენ უცოდელი არავინ არ ვართ. არ შეიძლება კაცი ერთი დღეც კი ცოცხლობდეს და იმან არ შეცოდეს. ჩვენ ყოველ დღე ვცოდავთ. ამიტომ სინანულიც ყოველთვის გჭირდება. კარგით, აბა ესეც ვნახოთ, ძალიან რო აღარ დაგღალოთ. როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც დამცინავად გვიყურებენ. ისეთ მდგომარეობაში გვაყენებს მეგობარი. მეგობარი ეგეთ მდგომარეობაში არ შეგაყენებს. ეთქობა არ არის მეგობარი. რომ ჩხუბამდე მივდივართ. მაშინ, როდესაც მე სულ არ მინდა არავისთან ჩხუბი. რატომ იქცევიან ისე თითქოს უნდათ თავი საცოდავად გაგრძნობინონ. ამით კი თავს ბედნიერად და სხვაზე ძლიერებად გრძნობენ. მოდი ჯერ პირველი შემთხვევა განვიხილოთ. თუ ადამიანი დაქცინის, ესე იგი რაღაცა ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება ის მას შენთან მეგობრობა უნდა თუ არ უნდა. თუ დაქცინის. ახლა უნდა დააკვირდეთ, თუ მართლა რაღაცა გაქვს ისეთი, რის გამოც დაქცინის, შენ ის თვისება გამოასწორო. მაგრამ ადამიანური აზრი ჩვენთვის განსაზღვრელი არ უნდა იყოს. დაუშვათ შენ მიდიხარ სწორ გზაზე და ვიღაც დაქცინის იმის გამო. ახლა ვიღაც რო დაქცინის იმის გამო იმ გზიდან კი არ უნდა გადაუხვიდე. მაგალითად ადრე მე ვაჩვენე ბავშვებს, ახლა უცბად ვერ მოვიძიებ იმ ფოტოს, თორე ძალიან საინტერესო ფოტო. შუაში დგას ბავშვი, მოდი ესე ვთქვათ, და არის სუფთა წყალი. რაღაცა ბასეინში დგან, შუაში არის სუფთა წყალი, გარშემო არის ტალახიანი ხალი. და უამრავი ბავშვი დგას ესე გარშემო და იმ ერთს დასცინიან შუაში რო დგას სუფთა წყალში. ახლა როგორ ფიქრობთ, როდის შეწყდება დაცინა? თუ ის გადავა ტალახიან წყალში. მაგრამ ღირს იმის გამო რომ დაცინა შეწყდეს ტალახიან წყალში გადასვლა. დაუშვათ ვიღაც დაქცინის იმის გამო რომ შენ ცუდ სიტყვებს არ ამბობ. შენ სიგარეტს არ ეწევი. შენ არ იტყუებ, ვიღაც დაქცინის ამის გამო. და ახლა ამის გამო უნდა აიღო და სიგარეტის წევა დაიწყო? ან ტყუილების თქვა, ან უზრდელური სიტყვები, ხო არ უნდა გააკეთო. შენ რომ მაგას არ მიაქციოთ ყურადღება. არამედ ყურადღება იმას მიაქციეთ, რომ შენ ღვთისმიერად ამას თუ იმას სწორად აკეთებ თუ არა. ეგ არის ჩვენთვის თავი. თორე 1000-ნაირ ადამიანს შეხვდები, ვინ რაზე გაიცინებს, ყველას რო ყური ათხოვ, შეიძლება გაგაგიჟონ საბოლოო ჯამში. შენ უნდა იცოდე რა არის საკეთებელი, ანუ სახარება. არის საბავშვო სახარება ბიბლია. იქიდან გეცოდინება რა არის შენი მთავარი საკეთებელი, რა არის ღირსეული საქციელი და შენეცადო ისე გააკეთო. და არ მიაქციო ყურადღება, დაქცინებენ არ დაქცინებენ. მე ვიცი ახლა ბავშვები ხართ, გრძნობიარეები ხართ, უფრო მეტად მოქმედებს თქვენზე ეს, მაგრამ არაფერია, თქვენ უნდა მაგრად თითქეთ ამ დროს. გადაიდეს. თუმცა ეცადოთ, რომ სამაგიერო არ გადაუხადოთ. ეს არ ვიცი, რატო იქცევიან ისე, რომ თავი მოისაწლონ და მე ამითი ბედნიერობენ, რა ვიცი. ეგ არ ვიცი. თქვენი აზრით რატო შეიძლება? აი, იქცევენ თითქოს უნდა თავი საცოდავად გაგრძნობინო. და რა გინდა რომ სხვა საცოდავად ვაგრძნობინოთ თავი? საცოდავები კი არ უნდა ვიყოთ. პირიქით, ჩვენ ძლიერად უნდა ვაგრძნობინოთ თავი, რომ სხვას რო ჩვენი დახმარების ის გაუჩნდეს საჭიროება, რომ ჩვენი იმედი ჰქონდეს. ეგრე არ ჯობია? რომ შენ აგრძნობინო, რომ კი პირიქით, შენი სისუსტე, აი სისუსტე რას ვამბობ, იცი, დაუშვათ ახლა სახელი რა ქვია? ნიკოლოზ დაუშვათ მუცელის ტკივა. და აი საყვარელმა გოგონებს თქვა, რომ ნიკოლოზ იქნებ გამოუყვა სადღაც. ახლა ნიკოლოზი თუ მოიკონდა, აი მე მუცელი ტკივა ვერ გამოყვები. ნიკოლოზ მარც უნდა შეიმჩნიოს მუცელი როს ტკივა, ხო მართალია? წავიდეთ ეთქვის. წაყვება, მოვლენ, მე სახში რო წავა, მე კი ბატონო მოიკონტოს და ტკიოდეს მუცელი. გადაუვლის, მაგრამ იქ არ უნდა აგრძნობინოს. რატო? იმიტომ რომ გამოადგეს თავის მეგობრს. ეგრე არ ჯობია? ვიდრე მოიკუნთოს და ისიც ამის საშველი გახდეს. გაუვლის, აი თავს რო გაწირო, გაგივლის. კარგი, ჩემო პატარებო. ეხლა გადავიდეთ კანფეტების ჭამაზე. ეს ჩამოვყიდე თავის ადგილზე, ხო არ ქონდათ კიდე რაიმე შეკითხვა?
მე ხა უბრალოდ არ მინდა რომ ბევრი ვილაპარაკო და ძალიან დაგღალოთ. მაგრამ იმედი მაქვს რომ სხვა დროს რო კიდე შევხვდებით, აი გიოკი ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. კიდე ვინ ამყავს? მე მგონი თქვენგან სხვა რა. ერთხელ თქვენ ხო იყავით მოსულები, აქ იყავით? გამოფენიდან აი აქ რო იყო ხო? ხატა ვეთყობა შენ ხო? მაშინ შენი შეფასება იქ მნიშვნელოვანი. კარგი. დავამთავროთ. ფერასტით. ორშაბათობითაც არის ხოლმე შეგიძლიათ მოხვიდეთ. აი გიორგი მკიც. მე რო სკოლიდან სხვებიც ყოფილა, ცოტა დიდი კლასები. მოსულან. მეც ვიყავი თქვენთან კი და ის კლასი მე ორჯერ ვიყავი იმ კლასთან, მე ის კლასიც მოვიდა. ისე რომ მე ყველას ვეუბნები ხოლმე, ჩვენი საკვირაო სკოლის და ჩვენი გულის კარიც თქვენთვის ღია. ვიმეგობროთ. სათვალეთ რომ მეგობრობის ხელი მე გამოგიწოდეთ. რას დაგაკლებთ ეს მეგობრობა? თუ არ შეგმატებთ. გაკლებით არაფერი არ მგონია დაგაკლებთ. მე ცოტა რომ გამოზაფხულდება თუ გინდა ფეხბურთი ვითამაშოთ. მე მგონია ფეხბურთის თამაში არ მიყვარს.